გამარჯობა, მე ვარ მარკო. მე ვარ ნინო. დღეს უნდა შემოგთავაზოთ ძალიან სასარგებლო, დიეტური, გამაგრილებელი, დაბალკალორიული, ჩანსაღი კი და ამავდროულად ძალიან ფერადი წვნიანი, კი. მოდი თან დავიწყოთ და თან მოყევი მე ამის ისტორიაც, როგორც ვიცი, ძალიან ბევრი გაქვს მოსაყოლი. ძალიან ბევრი. კარგი, მოდი ჯერ ვთქვათ, რა გვჭირდება ამ ყველაფრისთვის და მე რადგან ეს უცებ კეთდება ეს ჩვენი წვნიანი, მოდი თან ისტორიასაც მოვყვები. კარგი. მოდი, კარგი, ჯერ ვთქვათ, რა გვჭირდება. გვჭირდება ჭარხალი, რომელიც უკვე მოვხარშეთ. მოხარშული ჭარხალი. კიტრი, რომელიც არ მოვხარშეთ. მოხარშული კვერცხი, მაწონი, წყალი და მწვანილი. მწვანილი არის კამა, მარილი. რა თქმა უნდა, ციკουზე მეტიც და კამა და მწვანე ხახვი. ესე ლამაზი, თაიგული. კარგი, თა ახლა შეგიძლია ილაპარაკო. ესე იგი, ეს არის ლიტვური წვნიანის რეცეპტი, რომელიც ჩვენმა საყვარელმა ბიცოლამ გაგვიზიარა და ჯერ ესე ვუყურებდით ეჭვის თვალით, მაგრამ მე ყველას მოგვეწონა და ძალიან ხშირად ვაკეთებთ. და სხვათა შორის ყოველწლიურად ვილნიუსში ამ წვნიანის ფესტივალიც კი იმართება. თურმე 4 დღიანი თუ არ ვწდები. 4 დღიანი რასაკეთებენ 4 დღე არ ვიცით და მოკლედ დავიწყოთ. დავჭრათ ჭარხალი, კიტრი და კვერცხი კუბებად. შეგვიძლია ასევე გავხეხოთ, მაგრამ ჩვენ ახლა კუბებად დავჭრათ. აი ეს ჯობია რომ პატარა ისინი კუბებად დავჭრათ და რაღაც ლამაზად არ გამომივიდა. და როგორ ქვია ლიტურად გახსოვს? ხო, რაღაც ცივი ბორში ქვია, მაგრამ ცივი ლიტურად როგორ არის აღარ მახსოვს. სწავლობდი მაგ სიტყვას, მაგრამ დამავიწყდა. შენ გახსოვს? არა, ცხელი მახსოვს და ცივი. მაშინ გავაცხელოთ მე. ჩავხედოთ და შემდეგ დუფლში გეტყვი. და ჩავყაროთ ეს ახლა ქვაში. ამ პატარა ქვაბის ზონაზე ერთი ჭარხალი რონი საკმარისი იქნება როგორ კი, იმიტომ რომ თან მე უნდა გაზავდეს ეს მაგრამ სახლში როცა აკეთებთ, იცოდეთ რომ ბევრი გააკეთეთ, გაითვალისწინეთ ეგაც რომ თან რადგან ესეთია გეტყვით რომ რადგან თვითონ სუყე ტიპი არ არის, ანუ შიგნით ესეთი არაფერი დამანაყრებელი არაფერი ისეთი არ აქვს, ხშირად და ძირითადად წესით და რიგით ჩვენ არ გვექნება დღეს, მაგრამ იცოდეთ რომ ძალიან კონსტიტუციაში ესე წერია, რომ აუცილებლად უნდა მიერთვათ კარტოფილთან ერთად. და ასევე გვინდა ერთი კვერცხი გაჭრილი და მე ერთ კვერცხს კიდევ გაფორმების დროს გამოვიყენებთ. ამაში თუ იცი იყო ხორციან რაღაც ხორციც იყო ისინიც იყო ესეთები რო არიან რა ქვიათ მაგათ კიბორჩხალები აი მაგათი ხორციც იყო მაგრამ ხალხმა რო ეს გადაიღეს თავისთვის სად ქონდათ იმ საწყლებს მე 14-15 საუკუნეში ხორცი კარგი მოდი ახლა მწვანილი ჯერ ეს დავჭრათ და მე ის დავჭრათ ესე იგი ერთი ჭარხალი დაგვჭირდა მოხარშული, ერთი კიტრი, ერთი კვერცხი, ხო? რამოდენიმე ცალი კამა. აი ერთხელ რომ გაამზადებთ, მე უკვე თქვენ თვითონ მე ვფიქრობ, რომ ხახვით ალბათ 2 ვეყობ. კი, ყოფა. ეს მწვანეც და თეთრიც, ხო? მოკლედ აუცილებელია რომ მიირთვათ მოხარშულ კარტოფილთან ერთად. უფრო დაგამსუყებთ, კი არა დაგანაყრებთ. ის ნოვაწარმო დიქშნარი რა ქვია მაგას. კი. უცხო სიტყვათა ლექსიკონი. დაგანაყრებთ, მაგრამ მე ვიტყოდი რომ თონისპურთან, ცხელ თონისპურთან ძალიან გემრიელია. აქ გვაქვს ესე იგი ეს ჩვენი დაჭრილი ბოსტნეული და კვერცხი. და ახლა დავამატოთ მაწონი.
მაწონი შეიძლება რამით ჩავანაცვლოთ? შეიძლება კეფირით ჩავანაცვლოთ, შეიძლება არაჟნით ჩავანაცვლოთ. არაჟანი ხო უფრო. შეიძლება აირანით ჩავანაცვლოთ, ანუ ეს. და წყალი რამდენი უნდა დავასხათ? აი რა, ესეთი მივიღოთ კონსისტენცია, რაღაც 200-300 გრამი. ეხლა ეს ხო ესეთი ფერია, აი. ასეთი შეშინებული ვარდისფერი. და ცოტა ხანში მაცივარში რომ დავაყოვნებ, ციკვი მარილი. ციკვი არ არის ეს უკვე. კარგა ბლომად მარილი. ბლომად. და ბლომად, ვისაც როგორ გვარს. მაცივარში რომ დავაყოვნებთ, ნახავთ როგორი დრო ჭირდება ხო ამას მაცივარში რომ? კი, 1.5 საათი უნდა რომ ეს გაუჩნდეს. თვითონ ბორშიც ეგეთია რომ რაც უფრო დიდი ხანი დგას მაცივარში უფრო გემრიელი. აბა, ნახვამდის. კარგი, ესე იგი, ახლა გავაციოთ და უკვე მერე გადავიდეთ და გავიხსენოთ რა ქვია, როგორ არის ცივი ლიტურად. ცივი ლიტურად გავიხსენოთ. გაცივდა ჩვენი ბორში, როგორც იქნა. დასახელებაც გავიხსენეთ. კი. რა ქვია? შალტი ბარშაი. შალტი არის ცივი. შალტი არის ცივი და ბარშაიო, ბორშია. მოკლედ, ახლა უკვე შეგვიძლია გავაფორმოთ ლამაზად თეფში და მივირთვათ. დაბა გემოვნოთ. კი ბატონო. კი. ნახეთ ფერიც როგორი ლამაზი გახდა აქ. კი, უკვე ესეთი კაი ხასხასა. ხასხასა. შუნდერთისტი. ჰოპ. ხასხასა მწვანე რო ჩანდეს. ძალიან ლამაზია მართლა. ახლა დადგა უკვე ის დრო, როცა უნდა დავაგემოვნოთ. თუმცა წინასწარ ვიცით, რომ ძალიან გემრიელი იქნება. ეს როგორ კვერცხი გავჭრათ? სახაზავის გარეშე. თუმცა კვერცხი შიგნითაც არის, ასე რომ იცოდეთ, რომ აუცილებლად შეგხვდებოდ კვერცხიც. ჯერა ფერია. ძალიან დაბალკალორიულ, გამაგრილებელ ელექსირია რა. საფხულის ცხელ დღეებში არის მისწრება და თან სავსე არის ვიტამინებით. და რა ლამაზია. ხო, და კიდე კარგებს ხორცსა და მერე სულსა თუ პირიქით. ნამდვილად აი სტუმრები თუ მოგდიან, იცით უკვე რა შეგიძლიათ უცებ დაახვედროთ, თან კეთდება მართლა. კეთდება, ხო. თავარია ჭარხალი მოიხარშოს. თან მარტო თუ ხართ და ეს ლაპარაკსაც არ შეყვებით, ხო, საერთოდ. ასე რომ ყველას გირჩევთ გაამზადოთ, გამოიწეროთ ჩვენი არხი და ხო, გაგვიხსენოთ იცოდეთ რომ სიახლეებით და ჩვენი ბიცოლა ეიტვი და ცლიტვიდან. კი ბატონო. ნახვამდის.